ზურაბ ჯაფარიძის პარტიაში გირჩი მეტი თავისუფლება აცხადებენ, რომ მჩხიბავს შინაგან საქმეთა სამინისტროზე ჯადო გააკეთებინეს. პარტიის წარმომადგენლები ზახესის წინასწარი დაკავების იზოლატორთან იმყოფებოდნენ. როგორც გირჩი მეტი თავისუფლებაში ამბობენ, მჩხიბავის სტელა სტამბოლიდან ჩამოიყვანეს და პოლიცსაბჭოსთან შეთანხმებით დაგეგმეს ჯადოს გაკეთება. პარტიაში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა იმ პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ამბობენ, რომ ჯადოს არ მოხსნიან. გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსები უკვე რამოდენიმე დღეა ყავთ წინასწარი დაკავების იზოლატორში, უზღუდავენ მათ თავისუფლებას და ჩვენ გადავწყვიტეთ სპეციალურად ჩამოგვეყვანა სტამბოლიდან მჩხიბავი, რომელიც არის შესული მსოფლიოს ტოპ 27 მჩხიბავში და გაგვეკეთებინა ჯადო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. იმ შემთხვევაში თუ დღესვე გაანთავისუფლებენ თითოეულ მათგანს, ჩვენ ჯადოს ავხსნით, რა თქმა უნდა. ვწყვიტეთ, რომ არატრადიციულ გზას მივმართოთ და მოვითხოვოთ ბორის ყურუას გათავისუფლება, რომელიც აიჭირეს ტროტუარზე დგომისთვის და იმ 5 ადამიანის გათავისუფლება გირჩი მეტი თავისუფლებიდან, რომლებიც სუსის შესასვლელის ჩახერგვის გამო ახლაც დაჭერილები არიან.